ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ 13 თებერვალს მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მისაღებად ემზადება. მანამდე კი ცნობილი ხდება ევროპარლამენტში მომუშავე რამდენიმე ჯგუფის რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვერსიები. ევროპის სახალხო პარტია თავს იკავებს ოცნების თვითგამოცხადებული ხელისუფლების საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან. ამის შესახებ იპიპის რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში წერია, რომელსაც მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით 16 პუნქტიან რეზოლუციის პროექტში წერია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების სრული დარღვევით ჩატარდა და არასახავდა საქართველოს ხალხის ნებას. იპიპი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დააწესოს ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და სხვა პასუხისმგებელი პირების მიმართ. ევროპის სახალხო პარტია თავის რეზოლუციის პროექტში ქართულ ოცნებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველაფერი, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლებების მშვიდობიანად გამოყენების გამო და უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ ყველა ბრალდებაზე. ვცნობთ საქართველოს სახელმწიფოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად პრეზიდენტ სალომე ზურაბაშვილს. ვაფასებთ მის ძალის ხმევას ევროპული მომავლის გზაზე ქვეყნის მშვიდობიანად წარმართვისკენ. ვითხოვთ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვებით, რათა გარანტირებული იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი. ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსა და წევრი ქვეყნების მიმართ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მოვითხოვთ მთელი მისი აქტივების გაყინვას ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებში. მოვუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას ჩამოართვას ივანიშვილს ღირსების ორდენი და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები. იპიპი კატეგორიულად გმობს საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს. ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გადათავისუფლებას, რომელიც უკვე 4 კვირაზე მეტია უსამართლო პატიმრობის გამო შიმშილობს და სიცოცხლისთვის კრიტიკული და შეუქცევადი შედეგების წინაშე დგას. გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გიორგი გახარიაძე თავდასხმას და ამას მოყვა ისეთი პოლიტიკური ლიდერების დაკავება, როგორებიც არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა, როგორც ქართული ოცნების და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ძალადობის შოკის მომგვრელი ესკალაცია. მოითხოვს თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, რომელიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და თრგუნავს მშვიდობიანი განსხვავებული აზრის არსებობას. მედიაში ევროპარლამენტში კიდევ ერთი ჯგუფის განაახლე ევროპას რეზოლუციის სამუშაო ვერსია ვრცელდება. განაახლე ევროპის სახალხო პარტიის მსგავსად ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასანქცირებას ითხოვს. მის მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს არ ჩართონ ქართველი ოფიციალური პირების საერთაშორისო შეხვედრებში და შეაჩერონ მაღალი დონის თანამშრომლობა პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის გადაწყვეტამდე.